სალამი ყოველს ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ უკვე ფაქტიურად შინაარს ხვდებით ალბათ რომ ხედავთ უკვე ფაქტიურად წარწერას და ზევიდან აბლოშკას, რაც ადრეს ვიდეოს. დღეს მეგობრებო ვილაპარაკებთ დღევანდელ ვიდეოში. ძალიან ლაითად შევეხები ფაქტიურად ნოოტროპებს და გეტყვით, გაგიზიარებთ ფაქტიურად ისეთ რაღაც გარკვეულ ლაით, ისეთ კომბინაციას რაღაც ნივთიერებებისას, რომელიც დაგეხმარებათ ფაქტიურად მენტალურ ფოკუსში, კოგნიტიურ შესაძლებლობებში და მოკლედ უფრო ვიტყოდი ტვინის პერფორმანსში. მოკლედ დღეს იქნება ისეთი გარკვეული ვიდეო, როგორ ფაქტიურად დავკუნთოთ ტვინი, ალბათ ესე ვიტყოდი ფაქტიურად რა. ვილაპარაკებ ფაქტიურად იმ რაღაც გარკვეულ ნივთიერებებზე, რასაც დიდი ხანია ჩემი მიწვთხოვენ. Mystic Shop-დან ბიჭები რომ გადამეღო რაღაც გარკვეული ვიდეო სოკოებზე, მაგ სოკოებსაც მოვაქცევ, მაგრამ აქ ფაქტიურად და ვიტყვი ჩემ experience რა როგორანაირად რა და თან გზად მე რაღაც გარკვეულად ისეთ საფთიაქო პრეპარატს გეტყვით, რომელიც ძალიან ცნობილია, როგორანაირად უნდა გამოვიყენოთ და ფაქტიურად ეს კომბინაცია ეს ახლა აუცილებელი რომ იმენა ყოველდღე დალიოთ და რაღაცა, ну ისევ და ისევ თქვენი გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ არ გაწყენთ რა და თუ თქვათ რაღაცა თქვათ, თან 13 საათი გაქვთ, არამე ლექცია გაქვთ, არამე ძიმე თამაში გაქვთ დაჟე ფაქტიურად, შეიძლება რომ ეს კომბინაცია ძიმე თამაშს გულისხმობ ფაქტიურად რა თამაშს რა, სადაც რა ვიცი, გინდას ფეხბურთი, გინდას რეგბი, გინდას ბოქსი ხო საერთოდ ეგ არის ფაქტიურად ჭადრაკი არის რინგზე, რომ ფაქტიურად ეგ უფრო ვაფშე სხვანაირი ისეთი რთული პონტი არის რა და ვიტყვი ისეთი ნივთიერებებს ფაქტიურად რომ ლაითი წარმოდგენა გქონდეთ რა, ანუ გაიდის ფაქტიურად არ გამოვა, მაგრამ რაღაცა ლაით დავწებ გაიდს ვიტყვი დღეს რა და გაიდებს ან ნორმალურ ფაქტიურად ისეთ ინფორმაციას, პოსტი მაქვს ნახევრად დაწერილი ბიოქაოში, იქ ფაქტიურად იქ დავდებ და ბიოქაოს ჩემ მოძებნეთ. ღია ჯგუფი არის, იქ ალაგია ბევრი ინფორმაცია რა და დღეს ვილაპარაკებ ფაქტიურად, მოდი დავიწყებ ისეთ ვარიანტს, რომ ანუ უნდა ხვდებოდეთ ერთ სიტუაციას, რომ ანუ ფილმი რაც არის NZT-ზე რო არის, რომელიც არის გადაღებული მოდაფინილზე, ანუ არა ის რაღაცა გარკვეული ისეთი ჯერჯერობით წამალი მოგონილი ნივთიერება, რომელიც მართლა გადაგაქცევს რაღაცა გენიოსად რა. ანუ ისევ და ისევ ვიტყვი როგორ ნიუანსო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოტიპს, ანუ როგორი ტიპი არის ადამიანი უფრო რა. უფრო ჰიპერაქტიულია, უფრო არ არის. აი მე უფრო საერთოდ მუშაობაში, აი საერთო რეკომენდაციის რაღაცა გაწევა ხოლმე ძალიან მიჭის რაღაცა ვარიანტში. ყველა ადამიანი მაინც ინდივიდუალურია და როცა მიდის საუბარი თქვა, იმენა თქვა, თან გინდათ წერიკებზე, გინდათ სარმებზე, გინდათ თქვა ნოოტროპებზე. ფსიქოტიპს აქვს მნიშვნელობა ადამიანი უფრო როგორია, უფრო ჰიპერაქტიული, უფრო წყნარი და რაღაცა. მაგის და მიხედვით უფრო შეიძლება ნორმალური ბიოჰაკინგი რა ადამიანს რო თქვა რაღაცა ურჩიო. ამიტომ ვთქვი ხა ესეთი ლაითი ვარიანტი, რომ რაც სვეტში არავის არ გავნებთ, ხა ნახოთ რომ სადოთ ეს ვარიანტი რა და დანარჩენი დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ნივთიერება და ყველა კომბინაცია უნდა თქვენ მიაგნოთ თქვენსას რაღაცა ვარიანტს. შეიძლება აი კომბინაცია თქვენი რაღაცა გარკვეული, ესე ვთქვათ, ჯადოსნური იყოს ისეთი პრიმიტიული პრეპარატებისგან, რომელიც შეიძლება იყოს რავი, აი რაღაცა 2-3 პრეპარატი, რომელსაც თავს გრძნობთ, შენივრად, არ ნერვიულობთ, ფოკუსიც კაი გაქვთ და ასე შემდეგ რა და ისეთი სიტუაცია, რომ ისევ და ისევ ვიტყვი იმას, რომ ადამიანს გააჩნია როგორი ცხოვრებით ცხოვრობს რა. ანუ ადამიანი რო ვთქვათ, რომ მენტალურად იყოს შენს თვალინში, რო ვთქვათ, მობილიზებული და იყო ხოძზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შენი ყველანაირი ვთქვათ რესურსები, რაც არის სტრესული და ვთქვათ რაღაცა ვარიანტში, ვთქვათ რაღაცა ვთქვათ აღდგენითი ვარიანტი იყოს ეკოლოფირი ბალანსში. ანუ ადამიანი თუ არის გადამწვარი, გადაბუგული, ან დატვირთვით, ან სამსახურით, ან რაღაც ძალიან რთულია რომ რაღაცა ვთქვათ კომბინაციამ რაღაცა ვაუ გააკეთოს. ანუ ყოველთვის უპირველეს ყოვლისა მაინც უნდა გაუსვათ რაღაცა ელემენტარულ რაღაცა ბიოლოგიურ საბაზისო რაღაცა ვთქვათ მოთხოვნილებებს ორგანიზმისას და მე შესაბამისად ვილაპარაკოთ ცალსაკენ ნივთიერებაზე. აღნიშნავ ნიუანსს, რომ ალბათ ვიტყოდი, რომ მაინც როგორც კიდე არ გავაჭიროთ გენეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. გინდა არ გინდა კი ფაქტიურად მშობლებს, რა ვიცი, ბებია ბაბუებს გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ისევ და ისევ მნიშვნელობა აქვს კიდე ადამიანი როგორ გარემოში იზრდებოდა, როგორ ჩამოუყალიბდა თქვათ ნერვული სისტემა და როგორ ჩამოუყალიბდა ნეირომედიატორები რა, უფრო აქტიურია, უფრო მშვიდი ადამიანი და ასე შემდეგ რა და მაინც ისეთი ვარიანტია რომ რაღაცას თქვათ ამდაგვარს რო ვიღებთ, ჩვენ ხვდებოდით იმას, რომ ამას თუ თქვათ ვსვავთ, უნდა ვიყენებდეთ ამას შესაბამისად, ანუ მაშინ აქვს შინაარსი ფაქტიურად ზუსტად ბიოჰაკინგს ამხრივ, რომ იღებ რაღაცას შენ და რაღაცას სწორი მიმართულებით ვაკეთებ, სწორი მიმართულებით ამიზანმართებ შენს ენერგიას, ანუ რაღაცა ბუდიშტი რაღაცა მაშინ არ ემაშობი რაღაცა ყეობაში არ ახარჯავ რაღაცა დროს რა და ამიტომ ფაქტიურად ისეთი სიტუაცია რომ დავიწყებ დღეს საუბარს ფაქტიურად ალბათ წეღან მეუბნეოდი სახში ჩემს მეუღლეს ფაქტიურად სოკოები არის ძალიან ბევრი მე სოკოების მაგარი ფანი ვარ კიდე კაი ბედზე რომ ჩვენ მისტიკში ჩამოგვაქვს აუხსნე როგორ სიტუაციას რო იცოდეთ ზოგადად ეხლა მომივიდა კაი კამათი
ჩემს კაი კამათი როგორ ანუ ფაქტიურად ისეთი დებატები მევასება საერთოდ ჩემს ახლობლებთან ვიზეს თქვათ ენერგიის დახარჯვა ანუ ფაქტიურად რაღაც ენერგიას ყოველთვის მაქსიმალურად უფრთხილებიან თუ ჩემი შინაურია და რაღაცას თქვათ რაღაცა მსჯელობა აქვს რაღაცაზე ვერთვები ვცდილობ რომ მაქსიმალურად რაღაცა სწორი მიმართულება მივიცემ უნდა ხვდებოდეთ ერთ ნიუანსს რომ თვითონ აი პოჩვა არ ვიცი როგორ ვთქვა ქართულად მიწა ფაქტიურად რაც როგორ მდგომარეობაშიც იყო მიახლოებით თქვა 200-იან 300 წლის წინ თქვა და გინდა 150 წლის წინ უხეშად და რაც არის ეხლა ფაქტიურად ძალიან განსხვავდება ანუ ნუგჯერად იმისი რომ აი ყველაფრის და ყველა გარკვეული მიკრონუტრიენტის აღება შეიძლება თქვენ საჭმიდან ანუ ძალიან დაბინძურდა პლანეტა ძალიან ისეთ ვარიანტში აი ხარისხი ყველაფრის ფაქტიურად ძალიან გაფუჭდა პლუს ძალიან ბევრი პროდუქტები რაც არის გარკვეული სცენარეულები რაღაც გარკვეულ სასუქებს და რაღაცებს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს უყრიან რომ ცოტა დროში უფრო მალე ისახენ და დროში ფაქტიურად ვინც არის ამ საქმე დაკავებულები რომ ბიზნესის კუთხით უფრო მალე მოიტანონ გაყიდონ გარკვეული ესეთი კრუგი არის ფაქტიურად ბიზნესის რა და ისეთ სიტუაცია რომ ნუ დაიჯერებთ ცვეთში რომ ფაქტიურად აი საჭმენა ყველანაირ მიკრონუტრიენტს მიიღებთ და რაღაც ეგ პატარა მოკლე ვარიანტი ამ რაც შეეხება კვების ვარიანტს რა და სოკოებსაც შეეხება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სადა ის მოყვანილი სოკო რა ეხლა ბოდიში და აი ხა რა ვიცი ჩავიდე ქვევით და რაღაცა თქვა სოკო დავრგააქვს თქვა რა ვიცი აი გუჯანში თქვა იქით არა მოვა ის ხარისხი და არ იქნება ის ეფექტები რომელიც არის ხარიალ თალტაიში რა მე ხალ ვაპარაკო ფაქტიურად ამას აი წითელ მუხომორზე ვილაპარაკებ რომელიც არის იმენ ალტაიდან ჯერ ხვდებოდი პროსტა ნედლეული როგორი არის რა ნედლეული არის პროსტა კოსმოსურად ხარისხიანი ახსნე ხარ როგორ ნიუანს არის ორი საერთოდ მსგავსი მექანიზმის მიახლოებით სოკო არის წითელი მუხომორი და არის კიდე მუხომორი პანტერის ну ეს არის ფაქტიურად ბომბი რა პონჩი ანუ მიახლოებით ძლიერი ალბათ 2-3 ჯერ და ახსნე რაღაც ნიუანსებს ყველა ადამიანს გვაქვს გარკვეული ცხოვრებისეული რაღაც სირთულეები რაღაც ეტაპები ცხოვრებაში და თუ გვესმის ასვაკეთებ და გვესმის ბიოჰაკინგი ნამდვილად შეგვიძლია რაღაცა ვარიანტში ვაბალანსოთ ის პერიოდები რაღაცა ნივთიერებებით რა ფაქტიურად რა და ვიტყვი იმას რომ როცა რთული პერიოდია თქვა როცა ვთავაზ წითელ მუხომორს უფრო ხდები უფრო ისეთი შვიდი გაწონასწორებული ტიპი ანუ ადამიანს ვისაც აქვს ბევრი სტრესი ვისაც აქვს ბევრი ემოციური დატვირთვა თქვა და რაღაცა აი პროსტა მისწრება ეს უკვე მაგ მომენტში რა აი მისწრება სხვანაირად უყურებ ანუ აგრესიული კუთხით აღარ უყურებ ფაქტიურად სამყაროს რა უფრო და უკვე დაჟე ელემენტარული რაღაცები გაყენებს ისეთ ვარიანტში სიამონებას სულიერს თქვა დაჟე მზე თქვა აი რაღაც ლურჯიცა აი შვიდი უფრო გაწონასწორებული უფრო ადამიანი უფრო აი ჰუმანური უფრო ნორმალური ადამიანი ხდები უფრო რა ფაქტიურად უფრო შვიდი ძილი გიუმჯობესდება 1,000,000% და პლუს ყველაზე მთავარი რაც აქვს ამას ფაქტიურად წითელ მუხომორს აი რაც იმინა ცვეთში იგრძნობა რა მიახლოებით უკვე 5-6 დღეში ერთ კვირაში ის რომ უფრო აცეტილქოლინს ეწევა ეს ანუ უფრო რაღაც კრეატიული ხდებიან უფრო რაღაცა თქვა რაღაც აზრები უფრო მოგდის აი უფრო დახვეწილი რა და ფაქტიურად ეხლა მე ისაც ეგ გენეტიკურად ეს ბოლო წლები რაც ვარ ფაქტიურად სულ კითხებში თემებში ფაქტიურად ეხა ეგ არ მაკლია მაგრამ მაინც ამასო უბერავ რაღაცა კრეატიული აზრები ყოველთვის მებადება რა და ამას აღნიშნა პირველ ვარიანტში რომ ეს ცვეთში რა არავის არავნებს უბრალოდ უნდა დაიწყოთ მაქსიმალურად მინიმალური დოზირებით მაინც ინდივიდუალურად დააგვირდეთ რა ანუ რა ვიცი ზოგი ვიცი ჩემი მეგობრი ვიცი რომ მასაჟი სვავენ დღეში მიახლოებით 2 და 3 გრამს რა და მე მყოფნის თქვა 400 დილას აღამოს თქვა შეიძლება შუადღისას დავამატო რა და ფაქტიურად ესაც ამას შეეხება ფაქტიურად ეს არის უფრო აი კეთილი სოკოა უფრო ისეთი ჯიგრიანი უფრო აი თბილი უფრო ადამიანური უფრო ნორმალური ხდები რა რაღაც შიზოიდური აზრები და რაღაც რთული წარსული თუ ქონდა ეს ყველაფერი ცოტა გადადის მეორე ვარიანტზე რა და მეორე ფაქტიურად ეს ვარიანტი ფაქტიურად მეორეც ეს პანტერის ძლიერია მოქმედებით ანუ ეს ჭირდება უფრო ნაკლები დოზირება და ეს უფრო ცოტა გვააქტიურებს ეს უფრო ცოტა გიპერაქტიულს აქვს რა ანუ თუ პერიოდებში ასე ვთქვათ ბევრი ნაგუსკა სადაც იმენა უფრო საჭირო არის უფრო მენტალურად გახდე მაგარი გამძლე რა და უფრო გახდე ესეთი ვთქვათ აი დრაიული ტიპი და უფრო მობილიზებული და რაღაცა მაგის სიტუაციაში უფრო აი აღნიშნავ ხოლმე ამ სიტუაციას პანტერის ეს ღირს მიახლოებით ალბათ ვიტყოდი 1-3 ჯერ რა ეს რეალურად ძალიან ძვირი სოკო არის რომელიც არ იშოვება და იშოვება ძალიან რთულად რაც კი ფაქტიურად ეხლა ბოლო ხანებში ხდება დანამატების ბიზნესში უკვე ფაქტიურად ჩემს ბიჭებზე რომლებსაც აქვს თავისი საკუთარი ლაბა ამერიკაში და კიდე აქვს ევროპაში აქვს კიდე ეგვიპტეში ჩემი მეგობარი არის ფაქტიურად ორი კომპანია გარკვეული რაც ინფინიტთან ადრე მუშაობდი ასაც ეხლა მუშაობ GSS-თან ორივესთან შეხება მაქვს ორივე GSS-ის იმასთან მე მეგობრობ და ვიტყვი როგორ სიტუაციის ფაქტიურად რომ ეხლა ამ მომენტში ვფიქრობ რომ დაჟე რაღაცა ნედლეული ავიღოთ ნორმალური ხარისხის და ჩვენი დანამატები გამოვუშვათ ხდება რატო მოხდა როგორი ვარიანტი ანუ უზომოდ გაფუჭდა ხარისხი ეგერთი და პლუს გაყალბებული ანუ ფაქტიურად ისეთი დილეტანტი ადამიანი რომელმაც პროსტა მივიდა მაღაზიაში და რაღაცა თქვა იყიდა რამე
თქვა ტონკატალი ვთქვათ, ან იყიდა ვთქვათ ელემენტალურად ვთქვათ, აი თურქითოლი რა, რაღაც გარკვეული სოკო, რაც აი ძალიან მაგარი სასარგებლოა იმუნური სისტემა, კუჭი რაღაცა. მე ისო ვთქვათ ფხვნილი კაფსულა გავხსნა და გემო გავსინჯო, მე უკვე მაქვს წარმოდგენა რა არის. მაგას 99% ხალხი, 95% ხალხი ვერ მიხვდება, ამას სწავლენ. არც იმას ვიტყვი რომ წარმოებელი ვინც ვთქვათ ამას ამ სიტუაციას ვთქვათ იტყუება და სიმართლეში არ ყრის იმ ნიუტირებას რაც აწერია. განა იმას განაშხამსყრის რომ იმი მოიწამოს რაღაც. პროსტ ჩემ სიცარიელეს სწავლენ. რაღაცა ვთქვათ შეღებილი ვთქვათ გარკვეული რაღაცა ცელულოზას, ან ვთქვათ სუკრალოზას სწავლა უბრალოდ და თვით დაჯერების მექანიზმი კიდე მუშაობს, ეგ უკვე პლაცებო ფაქტია, ძალიან ცნობილი ფაქტი არის რა. მაგის ფონზე ფაქტიურად ადამიანს რაღაცა გონია რა და აი ეგ სფერო მინდა რომ საქართველოში მაქსიმალურად მოუხოდო და იმედად შეჩი სული პასუხისგებლობით ავიღო რაღაც გარკვეული ისეთი მიქსერი პროდუქტის თქვა, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო და რეალურად იქნება რაც აწერია ზევიდან რა და დანამატების ფაქტიურად ესაც ახლა ორ სოკოს თქვი ეგ სიტუაცია ეს სოკოებს ლიჩნად რაღაცა გარკვეული ჩემი ექსპერიენსი გითხარით რა და რო შევეხოთ თქვა იმინა გარკვეულად თქვა კიდე სოკოს კუთხეს ალბათ ახლა რა თქმა უნდა ლაიონსმენი რა ლაიონსმენი ოღონდ ნედლეულს უნდა დააკვირდეთ просто უბრალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ნედლეულის ვარიანტს რა და ვიტყვი ხამას როგორი სიტუაცია ძალიან იოლად ვილაპარაკებ რომ იყოს გასაგონი მაქსიმალურად ანუ ფაქტიურად რაღაც გარკვეულ ახალ ნეირონებს ზდის ფაქტიურად ეს სოკო ტვინში რაც მეტი ნეირონი ეს ვარიანტი ვთქვა აი წარმოგედგენთ გქონდეთ აი ფაქტიურად ნეირონი როგორც რაღაც გარკვეული ძარღვი რაღაც აი კუნთზე რომ კუნთი რომ უფრო ჩაიკუმშება ისეთი უფრო ხმელი გახდება ანუ ამის ფაქტიურად მიღება ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ცოტა რაღაც დაბალი პროცენტი გვხდის ჩვენ ჭკვიანს ანუ მეტად უფრო ვიჩვენებთ ინფორმაციას უფრო ჯიგრულად უფრო ინფორმაციას უფრო ვაანალიზებთ უფრო და გამოგვაქვს სწორი დასკვნა ფაქტიურად რა და აი ესეც ნახავთ რომ გავნოთა რა აი ძალიან რთულია რა და ამისი დოზირება როგორი სიტუაცია არის მე ვიცი ტიპები რომლებიც ამას სვამენ 1500 მგ-ს სამჯერ ვიცი რომლებიც სვამენ თქვა 1000 დილა შუადღეს აღამო რა და მე მაგალითად ამას უბერა ხომ 500 დილით და შუადღეს რა ანუ მე ორ უფრო ისეთი ადამიანი რომელიც არის ძალიან გიპერაქტიული და მე ისე რაც ვარ გენეტიკურად პლუს მაგის გარდა სტეროიდებსაც გამოვიყენებ T1 იზე ვარ თიროიდულ ჰორმონებსაც ვიღებ ესენც აქტიურებს ნერვულ სისტემას რა და პლუს ამის გარდა სხვა ძალიან ბევრი ამის რა ფაქტიურად და ისეთი პუნქტია რომ მე ყოველთვის ყველაფერს მაინც სვავ დაბალ დოზირებას რა და მაინც თქვენ უნდა დაწესდოთ თუ თქვა ვერ მიდის თქვა აი როგორც თქვი 500 შეგიძლიათ თავისუფლად აწიოთ დოზირება რა ეს არის და შევეხები ძალიან ლაითად ფარემ დღეს ესე იგი გარკვეულად ისეთ გარკვეულ მიქსს გეტყვით თქვა რასაც თქვენ იშოვით უპრობლემოდ არ აქვს მნიშვნელობა თქვა მისტიკ შოპში იყიდით თუ რაღაც მეჩებს გამოსლებას გულით გეუნებით და ან შედასწრებით თქვენ გამოიტანეთ ფაქტიურად თავარი ის არის მეგობრებო რომ სხვა ბევრი გარკვეული რა ვიცი გინდას თქვა თან სამის დილერი არის თუ ვინც არის ბევრი სახეს არის მაშობა ანუ მე ყოველთვის პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე რაღაცას თქვა თუ მისტიკ შოპში ყიდულობთ მე იმიტომ ვარ მაგ გარკვეულ შოპში ანუ ფაქტობრივად შოპი დაავტოვე ნაწილობრივ იმ პონჩი უფრო ვკურირებ უფრო ნივთიერებებს უფრო თქვა ისეთ ვარიანტს უფრო რაღაცა ვარიანტს რაც არის დაკავშირებული უფრო სამედიცინო ლიტერატურასთან ძიობ მაგ სიტუაციას ინფორმაციას და მე თქვა დანიშნულებას უწევ მე პასუხისმგებლობას ვიღებ რაღაცას თქვა თუ იყიდულობთ ის არის ვეჭი ხარისხიანი რა და ფაქტიურად თუ მივასაუბარი რაღაცა თქვა ან გამოსტე გაქვთ ან თამაში გაქვთ რაღაც ისეთი სადაც გონება არის საჭირო იყოს ჩართული მაქსიმალურად. ლაითად ვამოფეს იგი როგორ კომბინაციას. ერთი კომპონენტი აქ არა მაქვს, იქნება კოფეინი უბრალოდ რა. კოფეინი როგორ თქვა, თუ ყავას უმხამთ და ყავას სვავთ ნორმალურს, დალიეთ ყავა ბევრი არ გინათ. ძალიან მაღალი გიპერსტიმულაცია დაგაკარგინებთ ფოკუსს. თუ თქვა პირიქით ესე კანკალებთ და რაღაცა ფოკუსი პირიქით დაგაკლდებათ რა და თუ საუბარია ვთქვათ უფრო რაღაცა ვთქვათ ისეთ სპორტის სახეობასთან, სადაც უფრო საჭიროა ეს ადრენალინი და ნოვრადრენალინი, მაშინ მაგის სიტუაციაში კოფეინი მოსულა. პროსტა ბევრი არ გინათ, მიახლოებით გეყოფათ ალბათ ესე ვიტყვი რა. ალბათ 100 მგ იქნება საკმარისი რა. ალბათ ეგ იქნება ყველაზე ნაღდი. ყოველ 10 კილოგრამზე გრუბად 10 მგ კოფეინი იქნებოდა კაი პონტი რა. თუ 100 კილო ხარ სპორტსმენი, შეგიძლია მიახლოებით 100 მგ კოფეინი არ გავნებს. ეგა თუ თქვათ მიდის საუბარი თქვა სადაც უფრო კომპიუტერთან იმუშაოთ, რამე გამოსწორ ჩააბაროთ. მაშინ უფრო დაანაცვლეთ კლასიკური ყავა მწვანე ჩაიში. აი ნორმალური აი წეღან დავლი აი აქ მაქვს ფაქტიურად რა. მწვანე ჩაიში ის არის ცოტა თიანინი ურევია, თუ თიანინი არ გაქვთ რა. ეგ არის გარკვეულად ისეთი ამინოჟოვა თოროსტები, რომელიც უფრო აბალანსებს, უფრო ფოკუსს გვაძლევს, უფრო და მშვიდს რა, ხდის უფრო ფაქტიურად და ეგ არის ძალიან მაგარი უფრო მაშინაც არის ფოკუსი საჭირო რა და ამიტომ შეგიძლიათ თიანინი დაუბეროთ თუ გაქვთ კაფსულა თქვა თან რა ვიცი თქვა ის ვარიანტში ან ტაბლეტი ან შეგიძლიათ თქვა მწვანე ჩაი. მწვანე ჩაიში გზად არის როგორც თიანინი ცოტა, ისევე არის ცოტა კოფეინი. ეგ უფრო ისეთი კომბინაცია როცა რამე სამუშაოა თქვა. როცა თქვი ეგ არის პირველი კომპონენტი, რა ვიცი, აი ეგ ესეც ლაიონსმენი, რა ვიცი, აი ეს ლაიონსმენი წვეთში ნახდათ კაია, ეს უფრო აი კრეატიულს ხდის უფრო რაღაც სხვანაირად ფიქრობ უფრო აი რამოდენიმე ანუ არ ფიქრობ იმენა ტუნელის იმით, აი რამდენიმე კუთხით ფიქრობ ეს ვარიანტში რა და შეიძლება ეს იყოს
შეიძლება იცადოს როგორ თუ თქვა აი იმენა სამუშაო თქვა რაღაც ისეთი მნიშვნელოვანია მიახლოებით გასაკეთებელი 4-5 საათში 1000 მილიგრამი თქვა წავა ფაქტიურად Lions Main-ი ვიტყვიდი როგორ სიტუაციას ფაქტიურად რა ანუ მელიშნად ჟენშენი ფაქტიურად აი ესეთი კორეული ჟენშენი მაგრად მევასება როგორც არის ადაპტოგენი რომ походу ენერგო რაღაცა რესურსებს ფაქტიურად მუხტავს და ენერგიულ ტონუსს მატებს ასევე ნოოტროპიც არის ამას თვეში აქვს ძალიან ბევრი კვლევები PubMed-ზე ესეც შეიძლება რომ თქვა ვიხმაროთ რა და მიახლოებით 500 მილიგრამი ფაქტიურად ახლა ამაში ორ კაფსულაში არის 1000 მილიგრამი 500 გინათ 300 ესეც ინდივიდუალური ესეც უნდა დატესტოთ რა და ალბათ ბოლოში ფაქტიურად რასაც დავაგვირგვინებ ყველაზე ლაითი პუნქტი რაც არის რა და კაი არის როგორი კუთხით ესე იგი ვიტყოდი კლასიკური ესე იგი ფაქტიურად პირადსტამი როგორი სიტუაცია არის ესეც ძალიან ინდივიდუალური რა კუთხით რა ანუ თუ ადამიანს აი გამოთქმის თქვა და უფრო საუბრის მანერა აქვს უფრო სწრაფი მე მქონდა ერთხელ სიტუაცია ფაქტიურად რომ რაღაც გარკვეული ესეთი ლექცია რომელიც იყო უხეშად გათვლილი ვთქვათ მიახლოებით 1-2 საათზე გამოვიდა მიახლოებით საათი 10 წუთი ანუ მე ისევ სწრაფად ლაპარაკობ და ამას ვცავსავთ ესეც რეალურად აი უფრო სიტყვებს უფრო ჩქარა ამობ რა და ისეთი სიტუაცია რომ ეგეც ადამიანზეა თუ თქვათ ადამიანს ეგ პრობლემა არ აქვს საერთოდ ამის დოზირებები უფრო მუშა დოზირებები იწყება ესე ვიტყვი რა 25-30 მილიგრამი ყოველ კილოგრამზე თუ თქვათ ადამიანი უხეშად არის მიახლოებით 100 კილო 2 გრამ ნახევარი შეიძლება რომ ეს დაილიოს რა მაგრამ ესეც არის ინდივიდუალური ფაქტიურად ამას ვამბობ მე რაღაც გარკვეულ ჩემ ექსპერიენსს რაც კლიენტურასთან მიმუშავია რაც უამრავ ხალხთან მიმუშავია და სულ ყოველს ვეუბნები მაინც ყველა ადამიანის დოზირება ყოველ ნივთიერების არის ძალიან ინდივიდუალური ჯობია ვცადოთ მინიმალური მე მოვუმატოთ რა ძალაა ვთქვათ რა და ისეთი პონტი არის რომ ესეც კაპიკები ღირს ფაქტიურად რაც თქვი ეს კომბინაცია ესეც კაპიკები ღირს ანუ ეს რეალურად სახში იგიძლეთ პროსტა რაღაცა ვარიანტი კუთხეში რა ვიცი კარადა ვთქვათ კარადაში გელაგოთ იქ კარადაზე ვთქვათ რაღაცა სტიკერი მიაკრათ ტვინისა უბრალოდ და რაღაცა გარკვეული ბიოჰაკი გაქვთ თქვენი ანუ როგორი სიტუაცია ჩვენ ისე ცხოვრებაში ისეთ გარემოში ცხოვრობთ ახლა ამ ეტაპზე ფაქტიურად რომ აი ნატურალი ვარ და ისა ვარ და ესა ვარ და ასა ვარ არა სამყარო ძალიან ვითარდება ძალიან საინტერესო ხდება ფაქტიურად რა სამყარო და უამრავი რაღაცა გარკვეული რა ვიცი აი ხელოვნური ვირუსები გინდა არ გინდა არის და იქნება უფრო და უფრო რა და გინდა არ გინდა პროდუქტების ხარისხი გაფუჭდა როგორც წეგა ვახსენებ თქვა რაღაცა გარკვეულად ანუ არ არის უკვე ფაქტიურად ისეთი გარემო გარეთ ზევიდან რომ ვაფშე დაყურო თქვა თლიანად ვაფშე რა ვიცი თქვა ეს თვალიანში სამყაროს დედამიწას ფაქტიურად ისეთ დონეზეა უკვე დაბინძურებული დამიჯერეთ რა რომ даже ჟანგბადისა ეს უკვე კანცეროგენული ამიტომ ყველანაირი გარკვეული ისეთი ნივთიერება ისეთი რაღაც გარკვეული რაღაცა ნივთიერებები რაც თქვა რაღაცა იმუნურ სისტემას დაგვეხმარება რაღაცა თქვა ტვინისთვის დაგვეხმარება რაღაცა თქვა ციზერღოვანი სისტემისთვის რა მელიშნა თუ ეჭველი მივიღებ იმიტომ რომ გინდა არ გინდა ყოველთვის დღეს დავტოვებთ ამ სამყაროს და რაც ამ სამყაროს დავტოვებთ უფრო გვიან და ვიცხოვრებთ უფრო ხარისხიანად აი ზუსტად ეგ იყო ჩემი ფაქტიო დევიზი და მისწრაფება ბიოჰაკინგის რა და ამ მომენტში ზუსტად დღევანდელის დღეით ფაქტით ალბათ ასაჩვეულობ მიახლოებით მინიმუმი ალბათ 40-50% ხარჯავ კიდე ბიოჰაკინგში რა ერთხელ უნდა ავდგე და ვიდეო გადავიღო კაი რამდენი მაქვს დახარჯული ბოლოულად ვიტყოდი მიახლოებით 10 წელიწადში რასაც აქტიურად ვაბარებ ანალიზებს და რასაც ტესტავ რაღაცებს რა უამრავი ფული მაქვს დახარჯული იმაში რომ გამოვიკვლიო ვიპოვო რაღაც ისეთი გარკვეული კომბინაციები ისეთი გარკვეული რაღაც ნივთიერებები რომლებიც ყველა ცოტა რაღაცა პარამეტრზე იმუშავებს დადებითად რომ მაქსიმალურად გავახანგრძლიოთ ცხოვრება რა და ამიტომ ეს რაღაცა გარკვეული ბიოჰაკი ტვინისთვის უბრალო რაღაც გაიდიას გაგიზიარეთ ეს შეგიძლიათ თქვენ სადოთ ნუ გეშინიათ თქვა და აი ძალიან ბევრი ისეთი სიტუაცია არის რომ აი ძალიან ბევრს ფაქტიურად დაჟე რო ვიღოთ თქვა ექიმები ეშინიათ ამ რაღაც სიახლეების რა და აი ზუსტად მასეთი შიშები და მასეთი გარკვეული აზრებით რა არის შენელებული ეს სამყარო მაქსიმალურად ხო აი ჩემნაირი ხალხი აი ბრაიან ჯონსონს თქვა აი ბრაიან ჯონსონზე მინდა გადავიღო ვიდეო რა მაგარი საინტერესო ტიპი ეგეც თითქოს რაღაცა ვარიანტში ბევრი ამობენ თუ რაღაც ცოტა შიზოიდური არ არის საინტერესო ტიპი არის ძალიან და don't die რო აქვს ფაქტიურად დევიზი რა მეც ფაქტიურად მასე ვარ რა მე მინდა რომ რა ვიცი მინდა აი 100 წელი ვთქვა მეთქი მინდა ვიცხოვრო ცოტა ისე ჟღერს მაგრამ აი 90 პლუს მაინც მინდა გავქაჩო რა და ვფიქრობ რომ გზად აი ჩემნაირი ტიპები ვინც არიან და ვინც ექსპერიმენტებს ატარებენ და 1000 რაღაცას თქვა რეალურად ჭკუით აკეთებენ და ტესტავენ ესეთი ხალხი უფრო ცოტა დაწევენ სამყაროს და დამიჯერეთ აი დღევანდელი დღე ფაქტიურად 25 წელი არის და მარტის დასასრულია ვამბობ რომ მეცნიერება რასაც ჩვენ ახლა ფანტასტიკა მიგვაჩნია გავა მიახლოებით 20-25-30 წელი და მეცნიერება იმენა ფანტასტიკას გვიქცევს რეალობად და მე ვიქნებ ის ადამიანი მაქსიმალურად ცხოვრების ბოლომდე შევესწრები ჩემი რაღაც გარკვეული იქნება აი სულა ესეთი მაინც წვილი შევიტანო მაგაში რაც ვაკეთებ მელიშა ჩემ თავზე რა და ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების უბრალოდ ყველაფერი ინდივიდუალური თქვენ თავზე მაინც აკეთეთ ინდივიდუალურად რაღაც გარკვეული
ისეთი მიქსები მოინიშნეთ დღიურში, სადაც მე უფრო მეტი დოზირება, მე დააკვირდით თქვა რაღაც ვარიანტში. აი ეს სიტუაციებში იპოვით თქვენი თავის სულფასოვნებას და რაღაც გარკვეულ რაღაცა სუპერძალას, ასე ვიტყოდი რა. ანუ რაღაც ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გარკვეული სუპერძალა რა. მე თან ფანტასტიკური რაღაცა გარკვეულა ეს მარველის პერსონაჟებს თემათ უყურებ მომწონს რა და ყოველ ადამიანს რაღაც გარკვეული სუპერძალა აქვს. ამიტომ ყველაფერი ჩვენ ხელშია, ჩვენს ფაქტიურად არის ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენ თავზე. ამიტომ რაღაც ინფორმაციას მე თქვენ გიზიარებთ, ეს არის გარკვეული თვალენტი, რაც შეიძლება გავანებთ. რა ვიცი, კომბინაციები მილიონი. ანუ თუ რაღაც გარკვეული ძალიან საინტერესო ისეთი გარკვეული ინფორმაცია გინდათ, თქვენ უნდა გაწევრიანდეთ ბიოჰაკინგ საძმოში. მომძებნეთ, საქართველოს ჯერ ეგ წვეთში ვერ შემოვიდა ეგეთი კა რომ ხალხი არ ემეტება ხალხს სწავლაში რაღაც გარკვეული თანხა და რომ ხვდებოდეთ უბრალოდ ელემენტარულად, ანუ ფაქტობრივად იქ რა ინფორმაციას ვალაგებ. ანუ მე გადამიხდია, უკვე ალბათ მიყიდია მინიმუმი ალბათ 50, 60, 70, 80 ისეთი კვლევა. სადაც ერთ კვლევაში გადამიხდია მიახლოებით 20, 25, 30. ერთხელ გადავიხადეთ მე ჩემ მეგობარმა $50. მექსიდოლზე რაღაც გარკვეული კვლევა. ამიტომ ხვდებოდეთ რომ გინდა არ გინდა რაღაცა რო ახალი ისწავლო, უნდა თანხა გადაიხადო რა და ფაქტობრივად ისეთი მიზერული თანხა მაქვს ბიოჰაკინგ საძმოში, რომ იქ შეგიძლიათ გაწევრიანდეთ. ვისაც თქვათ მაგის საშუალება არ გაქვთ, ბიოქაოსიც მაქვს და ბიოქაოსშიც გაწევრიანდეთ, იქაც არის ხომ ინფორმაცია. რა ვიცი მეგობრებო, ყოველს გისურვებთ იყოთ ჭკვიანები, რაღაც გარკვეული ინფორმაცია, რაღაც გარკვეული სიახლე ხლა ავტვირთავ ფიქრობ ამას YouTube-ზე და რა ვიცი, ვისაც გინდა თქვათ, რომ რეალურად ვაფშე რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, თქვენი თავი, ნებისმიერი კუთხით, მენტალური კუთხით, რა ვიცი, ფიზიკური კუთხით, რაც გინდათ. მომძებნეთ ონლაინ და ყველა შევეცდები დაგეხმაროთ. ყველა იყავით ჯანზე და ბიოჰაკერი დროებით ყოველს გემშვიდობებათ. ადიოს.